ძალიან არის თანამედროვე სამყაროში ინფორმაციული კულტურა მომძლავრებული და ადამიანი როგორც ასეთი გამქრალია სივრციდან. საერთოდ არ მიყვარს ესე მოყოლა. იმაზე რაზეც ფიქრობდი, მაგრამ რაღაც თქვენ განმაწყვეტეთ. ჩვენ ისე გვაქვს სპეციალურად დაწყობილი მთელი კომპოზიცია, რომ ბოლო დარბაზიდან ისევ უკუსლა იწყება მდგომარეობის დარბაზში, ხელახალდაბადების დარბაზში და აწყოს დარბაზში. პრაქტიკულად ეს არის ერთგვარი ვოიაჟი. ამ შემთხვევაში მინდოდა, არ ვიცი, ძალიან მოკლედ რო ვთქვა, ალბათ მთელი სასიცოცხლო ციკლი ადამიანის და მთელი ეს გარდასახვა, რასაც ცხოვრების მანძილზე განიცდის, ერთ კრებით სახეში რაღაცნაირად მომექცია. სრული უსუსურობიდან უკვე როცა რაღაცა ძლიერ ასეთ ძლევამოსილ ხედ გადაიქცა, ყველა შრე იყო წაკითხვადი და იმდენად იმოქმედა მაშინ ამან ჩემზე მახსოვს, რომ სხვაჩურის ძალიან ბევრი ნამუშევარი მე აი ამ რაღაც ემოციური მდგომარეობიდან წამოვიდა. მოგესალმებით, მე თათე ჩიკვილაძე ვარ, ეს გადაცემა არც აიმია. დღეს ცისფერ გალერეაში ვიმყოფებით, სადაც ხელოვანის თათია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა შინაგანი დრო მიმდინარეობს. გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი იხილავს როგორც არტისტის გრაფიკულ სერიებს და ინსტალაციას, ასევე მისი გრაფიკული ნამუშევრებით ინსპირირებულ ექსპერიმენტულ სკულპტურულ ფორმებს. ასე რომ წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ და დარჩით ჩვენთან. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია თამთა შავგულიძე, გამოფენის კურატორი. მოგესალმებით, მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას. უნდა ვისაუბროთ ხელოვნებაზე, რომელიც ჩვენი სულიერი საზრდოარი. დღეს ვიმყოფებით გამოფენაზე, რომლის შესახებაც მინდა რა ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში თქვენ გააცნოთ და შემდეგ უკვე მეც გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას. მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუმრობისთვის და დაინტერესებისთვის. რაც შეეხება გამოფენას, გამოფენის სახელწოდებაა შინაგანი დრო. და ძირითადი კონცეფცია გამოფენის ეხება ადამიანის შინაგანი მდგომარეობების კვლევას. როდესაც მუშაობდით ამ გამოფენაზე, ჩავთვალეთ, რომ ძალიან არის თანამედროვე სამყაროში ინფორმაციული კულტურა მომძლავრებული და ადამიანი როგორც ასეთი გამქრალია სივრციდან. მხოლოდ ხდება ინფორმაციის დამუშავება, მისი ტირაჟირება, მაგრამ ადამიანის შინაგანი რეფლექსიები გამოტოვებულია. ვიფიქრეთ, რომ თათიას გამოფენა მშვენივრად შეიძლება ყოფილიყო იმის ილუსტრაცია, თუ რა ხდება ინფორმაციული კულტურის ტერიტორიის მიღმა, რა ტერიტორიებია დარჩენილი. და ასე ავაწყეთ გამოფენა 4 დარბაზით, 4-ვე დარბაზს აქვს თავისი დამოუკიდებელი კონცეფცია. პირველი დარბაზი ეს არის აწმყოს ასახვა და ქვია კონცენტრაცია. და ეს არის აწმყოში არსებული ადამიანის მდგომარეობა. შემდეგ გადმოდიხართ უკვე ხელმეორე დაბადების დარბაზში და აქ არის დაბადების მისტერია და დაბადების მისტერიასთან ერთად სიცოცხლეში გადმოსვლის ტრავმატული გამოცდილებები და შემდგომში უკვე სხვადასხვა ტიპის გამოცდილება, რასაც ადამიანი ცხოვრების მანძილზე იღებს. არის შემდეგი დარბაზი მესამე, რომელსაც ქვია მდგომარეობები და უკვე შინაგანი მდგომარეობების კვლევა, რომელიც გარკვეული შეჯამებაა იმისა, თუ რა ხდება ხელმეორე დაბადების მერე და ბოლო დარბაზი არის მოგონებების დარბაზი. ჩვენ ისე გვაქვს სპეციალურად დაწყობილი მთელი კომპოზიცია, რომ ბოლო დარბაზიდან ისევ უკუსლა იწყება მდგომარეობების დარბაზში, ხელახალდაბადების დარბაზში და აწყოს დარბაზში. პრაქტიკულად ეს არის ერთგვარი ვოიაჟი და მოგზაურობა ადამიანის ერთი კონკრეტული ადამიანის ამ შემთხვევაში არტისტის შინაგან მდგომარეობებში, რომელმაც სადარო მაქსიმალურად განზოგადებული ყოფილიყო მისი მდგომარეობები და აესახა ზოგადად თანამედროვე ადამიანის მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობები და ამიტომაც შინაგანი დრო დაერქვა გამოფენას. ძალიან საინტერესოა ჭხერს ეს ყველაფერი, მაყურებლისთვისაც დარწმუნებული ვარ, ამიტომაც მე მგონი დრო არა გადავინოსოთ უკვე არტისტთან, რომელთან ერთადაც აი ამ 4 სივრცეში ვიმოგზაურებ. მადლობა თქვენ და ჩვენ კი როგორც უკვე ვთქვით, არტისტთან ერთად გავაგრძელებთ გამოფენაზე მოგზაურობას. ჩვენი გადაცემის სტუმარია თათია დარჩიაშვილი, რომლის გამოფენაზეც ახლა ვიმყოფებით. საინტერესო სივრცე არის, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რომ დაინტერესდით და მოხვედით. და ძალიან საინტერესოა ის, რომ 4 სივრცეა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერთ სივრცეში არის წარმოდგენილი, თუმცა როგორც აღწერაში ეს არის რაღაცნაირი მოგზაურობა. ამიტომაც მინდა რომ ჩვენი მაყურებელი თქვენ სივრცეში ვამგზავროთ. შინაგან დროში ასე. შინაგან დროში. საიდან იწყება ეს ამბავი? ეს ამბავი იწყება პირველი დარბაზიდან, უფრო შორიდან იწყება, მაგრამ უკვე კონკრეტულად პირველი დარბაზიდან. ეს პროცესი ალბათ ზუსტად შინაგან დროში მიმდინარეობდა და ეს ნამუშევრები, რაც აქ არის გამოფენილი, ერთგვარად მინდოდა, რომ მედიუმებად ქცეულიყო მაყურებლისთვის, რომ ზუსტად იმ შინაგან დროში მიმდინარე ფიქრის და განცდის პროცესი უკვე საგალერეო სივრცეში გადმომეტანა. სათაურები აქვს თითოეულ დარბაზს, ეს ერთგვარი ძალიან მოკლე და ლაკონური გზამკვლევები შეიძლება იყოს.
პირველი დარბაზის სახელია კონცენტრაცია. რაღაცნაირად მინდოდა რომ წამყვანი ნამუშევარი ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ ნამუშევარის სახელი გავრცობილიყო დარბაზზე. თანაც მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულწილად ნამუშევრები ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, იმიტომ რომ ზუსტად გრაფიკული ნახატებიდან და ესკიზებიდან მოხდა უკვე მათი ამ სივრცულ ობიექტებად და სკულპტურულ ფორმებად გარდაქმნა და ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტული ნამუშევარია, რომელიც ცენტრალური ფიგურა დგას იქ ხის შეიძლება თქვა კონცენტრაცია არის ამ ნამუშევრის სახელი და უკვე დარბაზზეც განივრცო ეს სახელი, ეს ალბათ არის მდგომარეობა, როცა მთელი არსება ერთ წერტილში ფოკუსირდება და რაღაცნაირად ეს მდგომარეობა მინდოდა გამომეხატა ამ და ეს რას ნიშნავს თუნდაც ეს წითელი ხაზები, ის ფიგურები? იცით რა, ხო, არ მინდა ხოლმე ესე დაკონკრეტება, მაგრამ ჩემთვის ეს წითელი ხაზები ერთგვარად დაჭიმული ნერვებია. რომელიც რაღაცა ერთ წერტილში იყრის თავს და იმ წუთის მიერ განცდას და მდგომარეობას გამოხატავს ადამიანისას. ამ წერტილის კოორდინატები ალბათ რთული დასადგენია, მაგრამ მდგომარეობას გამოხატავს, როცა აი ჩვენ ერთხეულად ერთ წერტილში ვართ თავმოყრილი. ამ დარბაზში კიდე არის ერთი ინსტალაცია, რომელზეც ორი სიტყვით მინდა ვთქვა, წითელი თვითონ ესეთი სილუეტები ადამიანის, რომელიც თახშია, ასე ვთქვათ, დამაგრებული. ამითი მინდოდა უბრალოდ აი დროის პრეზენტაცია, ესე მესმის მე, ესე ვხედავ დროს. ეს დროითი მიმართულებები და ჩვენი ორად გახლეჩილი ბუნება, ორად გადახსნილი ადამიანი, რომელიც რაღაც სიცარიელეშია, თახშია მოქცეული და რაღაცნაირად მინდოდა რომ აი ზუსტად ეს აწმყო რომელსაც ჩვენ ძალიან ნაკლებად განვიცდით და რომლის შეგრძნებაც მოსუსტებულია აი ამ ცარიელ ადგილში მომექცია საიდანაც გამოვდივართ უკვე მეორე დარბაზში და ყველა მაყურებელი იძულებულია რომ აი ეს გაიაროს ეს ცარიელი ადგილი რაღაც სიმბოლურად აწმყო განიცადოს თითქოს და უკვე გამოდის მერე ამ დარბაზში ამ სიტყვით სიბნელიდან ცოტა სინათლეში ეს ალბათ რაღაც მნიშვნელობას მატარებელიც არის ხო? კი, აი ეს გადასვლებია სულ რაღაცა ენერგეტიკული, სივრცული, განათების მხრივ, რომ რაღაცნაირად ემოცია და შთაბეჭდილება შექმნას და ის შინაარსი რაღაც კარგად გამოხატოს, რაც არის ჩადებული. ეს ხელოვნების მთავარი დანიშნულებაც ეს არის, რომ ადამიანებს თავი ვაგრძნობინოთ, ისე როგორც ეს საერთო ხაზებს ვიპოვით თუნდაც ერთმანეთთან, რომელიც რაღაცნაირად იქნება. ეს ჩვენ მარტო არ ვართ. და ხელოვნებას აი ეს აქვს ძალიან მძლავრი, რომ მას შეუძლია საერთოდ სხვა ადამიანის მიერ შექმნილი, ესე რომ ვთქვათ, არტისტული ნამუშევრით მეორეს და ძალიან ბევრ ადამიანს დაგრძნობინოს თავი ერთნაირად. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის გაზიარების სურვილი ალბათ, რაც ხელოვნებას ამოძრავებს, ხო, ჩვენი ხედვა და ჩვენი განცდა გავუზიაროთ სხვა ადამიანს, თუმცა პრეტენზია იმისი, რომ ზუსტად ისე იქნება აღქმული, არც უნდა გქონდეს და არც გამოდის, რომ ყველას თავისი ხედვა აქვს და შეიძლება ზუსტად მაგიტომაც რაღაც კონცეფცია ვრცელი ესეთი წაკითხვადი არც გვაქვს, რომ ეს თავისუფლების ხელოვნება, რომ ყველა თავისებურად თავისას პოულობს და ხანდახან ისეც ხდება, რომ აი როცა მიხსნიან ჩემ ნამუშევარზე თავიანთ შთაბეჭდილებას, რა თქმა უნდა თანხwebdriverში არ მოდის, მაგრამ არანაირად არ ვცდილობ, რომ იმიტომ რომ ადამიანს თავის ხედვა აქვს, პირიქით ეს შეიძლება ამდიდრებდეს კიდევაც და არ აკნინებდეს ნამუშევარს. კი ბატონო, მეორე სივრცეზეც რომ მოგვიყვეთ? კი ბატონო, ეხლა ჩვენ ვართ ხელმეორედ დაბადების დარბაზში, ხელმეორედ დაბადება ქვია ამ დარბაზს. ამ შემთხვევაში ამ ნამუშევრის, ამ ინსტალაციის სახელწოდება განივრცო ამ დარბაზზე. რა ვიცი, თუ საინტერესოა, ორი სიტყვით ვიტყვი ჩემ აზრს, რომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ორჯერ იბადება. სამყაროში თავდაპირველად დედის ტკივილებით შემოდის, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად უკვე მოწოდებულია ისე, რომ მას არაფერში მონაწილეობა არ მიუღია, ყველაფერი სახელდარქმეულია, იჯერებს ისეც, როგორცაც აცნობენ, მაგრამ მერე უკვე საკუთარი ცოდნით, ზუსტად აი ცოდნისგან მიღებული ტკივილებით, აი ხდება ჩვენი მეორეჯერ დაბადება ალბათ და ეს ქვიშაც უბრალოდ მინდოდა, რომ არამდგრადი ზედაპირის მქონე ყოფილიყო პლუს დამატებით იმის, რომ აი ეს ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიჯერებთ, რამდენად არამდგრადი შეიძლება იყოს. და პირველი პრეზენტაციის დროს გარკვეული სიტყვები ეწერა ამ ქვიშაზე და ეხლა უბრალოდ ჩავთვალე, რომ აღარც იყო საჭირო სიტყვები,
მხოლოდ რაღაცა ენა, ასოებიღა იყო დარჩენილი, როგორც რაღაც მუდმივი უცვლელი სტრუქტურა, ენობრივი, ხოლო ნუ სიტყვებს უკვე შენ თავიდან აძლევ შინაარს. ალბათ საინტერესოა და ძალიან საინტერესოა ასევე ის, რომ აი ეს ემოციურ საკითხებზე არტისტთან ერთად ვფიქრობ მეც, რასაც თქვენ მიზიარებთ და ეს კიდევ უფრო მეტად საინტერესო გამოფენას ხდის, ამიტომაც რაღაცნაირი შანსი აქვს ჩვენს მაყურებელს, რომ არა მხოლოდ კურატორისგან, არამედ თავად არტისტისგანაც რაღაც ეს ემოციური თანხმედრა იგრძნოს. მოგეთ ძალიან მომწონს უკვე თქვენთან ერთად თქვენს გამოფენაზე მოგზაურობა და მინდა რომ გავაგრძელოთ სხვა სივრცეებშიც. კი ბატონო, გავაგრძელოთ. კიდევ რა არის ინსტალაცია კიდე რომელიც თითქმის არ ჩანს. დიახ. აი თქვენს უკან არის ახლა ამ წუთას. დიახ. ეს არის დამალული ობიექტი. მე უბრალოდ კიდე დავკონკრეტდებოდი და გამქრალ ადამიანს დავარქნი. რაღაცა თითქოს ისეთი განცდა მაქვს, რომ ადამიანი ადგილს ათავისუფლებს. არ ვიცი, შეიძლება რაღაც ახალი ფუნქციით და ახალი მისიით მოსასვლელად. ძალიან საინტერესოა. და ზოგადად არტისტის ნამუშევრები, რომლებიც აი ესე გზადაგზა ყვება საინტერესო ამბებს, რაღაცა ფილმს გავს თითქოს ემოციურ გრძნობებში მოგზაურობ, აი ესეც მინდა რომ აღმენიშნა. კი ბატონო, მართლა მოგზაურობას დაემკვანა, რა როგორც იყო ჩაფიქრებული თავისთავად. ეს იგრძნობა შეიძლება ითქვას მოსვლის თანავე და ეს ძალიან სასიამოვნოა, რომ მსგავს გამოფენაზე შეიძლება ითქვას დიდი ხანი კი არ ვიცი, მგონი არ ვარ ნამყოფი. მადლობა დიდი. და ასევე მინდა რომ გავაგრძელოთ. დიახ, ეს არის კულტურული ჯგუფი, პირობითად მაყურებლები, რომ ჭიქურის სახეები უკვე ჭიქურით გავაკეთე და რაღაც ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, შებრუნებული პროფილები აქვთ მათ. ეს ალბათ ზუსტად კონკრეტულად შინაგან დროსა და შინაგან სივრცეს როცა იკვლევს ადამიანი და რაღაც თავის თავშია ჩაღრმავებული. ანუ ყველაზე კარგად შეიძლება ეს სამი ნამუშევარი გამოხატავს ზოგადად კონცეფციას ამ გამოფენის. ძალიან საინტერესოა. ბევრი ნამუშევარი არის წარმოდგენილი ორივე სივრცეში, რასაც უკვე ჩვენ ვხედავთ და კართან აწყდება ეხა მნახველთა რიგი, ამიტომაც გადავინოცოთ შემდეგ ოთახში, რომ მივცეთ მათ საშუალება, რომ მათაც შეძლონ დათვალიერება. ესე ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი მნახველი ყავს თქვენს გამოფენას. რა ქვია შემდეგ სივრცეს? შემდეგ სივრცეში გადავდივართ, ეს არის მდგომარეობების დარღვევი. ეს ეცეთ რაღაცნაირად მინდოდა ამ ნამუშევრებში ადამიანური, ასე ვთქვათ, სისუსტის, ანუ უსუსურობის და სიძლიერის მასშტაბი მეჩვენებინა. ანუ ზოგიერთი ნამუშევრისთვის რაღაცა ეპოქალური ნიშნების მიცემაც კი მინდოდა. დაუშვათ თითოეული ფიგურა რომ რაღაცა ესე განზოგადებულად გამოხატავდეს გარკვეული ეპოქის მატარებელ ნიშნებს. დიახ, მაგალითად თუნდაც აი ეს ნამუშევარი. ჩემთვის ეს რაღაცა აღორძინების ხანის ესთეტიკაც არის ერთ-ერთ ფიგურაში, არის რაღაც ელექტრონული ინფორმაციის ერა, რომელიც არის სრულიად წამლეკავი. და ნუ რაღაც ვიტყოდი, რომ საერთოდ არ მიყვარს ესე მოყოლა. იმაზე რაზეც ფიქრობდი, მაგრამ რაღაც თქვენ განმაწყვეტეთ. ჩემი მიზანი იყო, რომ თქვენგან მიმეღო რაღაცნაირად აი ეს ნამდვილი ენერგიები, ან მე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ნახულმა თვითონ იპოვოს და იგრძნოს, მაგრამ რაღაცა სხვა სიამოვნება არის, რასაც არტისტი არიშურებს და გიზიარებს საკუთარ შემოქმედებას. ცოტა გადაუხმი შეიძლება ითქვას ჩემი პრინციპებს. და ჩემს ოპერატორს რომელმა, ასე რომ ვთქვათ, ნამუშევრმა შეაშინა, ამასაც მინდა რომ რაღაც გითხრეთ, რომელიც აქეთ არის წარმოდგენილი. ხო, ნუ ეცეთ რა, აქ ალბათ უფრო არის წინააღმდეგობის გადალახვა ალბათ მისი დულობის ხარჯზე. აი ეს დინამიკა მინდოდა რომ მიჩვენებინა. აღარ განვარცობ თუ შეიძლება. კი ბატონო, ამიტომ გადავინაცვლოთ შემდეგ სივრცეში. ახლა ჩვენ ვართ მეხსიერების დარბაზში. თავისთავად თვითონ მთელი ეს ექსპოზიცია 4-ვე დარბაზი შინაარსობრივად ამ მეოთხე დარბაზის იდეიდან წამოვიდა, უბრალოდ აი ამ ნამუშევრებიდან ეს არის ექსპერიმენტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იყო, როცა სივრცულ ობიექტზე და როცა უკვე გაზრდილ მასშტაბზე მუშაობა მომიწია. ეს იყო გრაფიკული ნახატი, რაღაც ძალიან პატარა ზომის, მაგრამ მოწყობა ვიგრძენი, რომ რაღაც სივრცეშიც მინდოდა დამენახა ეს ყველაფერი. ეს იყო თავდაპირველად რაც გაკეთდა, ეს 2 ლითონის სკულპტურა.
ამ შემთხვევაში მინდოდა, არ ვიცი, აი ძალიან მოკლედ რო ვთქვა, ალბათ მთელი სასიცოცხლო ციკლი ადამიანის და მთელი ის გარდასახვა, რასაც ცხოვრების მანძილზე განიცდის, ერთ კრებით სახეში რაღაცნაირად მომექცია. შემდეგ ამ ორ სკულპტურას უკვე დაემატა მესამე ობიექტიც, ეს ჩვენ წინ რაც არის ეს ბოლოში ეს ფიგურა, გაჭრილი თავის სახით. დიახ. ანუ ეს შიგნით ჩახატული შრეები, იცით რა, ხანდახან ხდება ისე, რომ რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ რაღაც წლების მერე დრო გადის, მაგრამ ის რაღაცნაირად ჩაბეჭდილი გულში და გონებაში მუდმივად რჩება. და ჩემ შემთხვევაშიც ესე იყო, რომ უბრალოდ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მოვდიოდი და ჩემ წინ რაღაც უზარმაზარი გადაჭრილი ხე იყო და რომ დავხედე, იმდენად ნათლად იკითხებოდა მთელი ბიოგრაფია, ანუ სრული უსუსურობიდან უკვე როცა რაღაცა ძლიერ ესეთ ძლევამოსილ ხედ გადაიქცა, ყველა შრე იყო წაკითხვადი და იმდენად იმოქმედა მაშინ ამან ჩემზე მახსოვს, რომ სხვაჩურის ძალიან ბევრი ნამუშევარი მე აი ამ რაღაც ემოციური მდგომარეობიდან წამოვიდა და ანუ იმ ფაქტმა გამოიწვია უკვე თქვენში ეს მრავალ ხო, ანუ ხო, ნუ აი რაღაცა ძალიან ესე ემოციურად მოვეკეცი ამ შთაბეჭდილების ქვეშ. ძალიან საინტერესო და ნამუშევარია. აქაც ესეა რაღაც ჩანაცახობრივი პოზიციიდან თითქოს მე როგორ და ეს შიდა მხარეც, რომელიც რაღაცნაირად ანალოგი გამოდის პროფილის და ყურს გავს ხო თითქოს ეს ბევრი რაღაც. ნუ ეს ჩემთვის არის რაღაც გაჭრილი თავი, რომელშიც აი ყველაფერი არეკლილი და ყველაფერი ერთად არის შენახული. ადამიანის მეხსიერება ალბათ. კი, ადამიანის მეხსიერება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის. რომელსაც სულ ფიქრობ, რომ და გაუბრწყლდეთ, იმიტომ რომ ის ემოციები, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიგროვდება, არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ემოციები, რომლებიც ზოგჯერ გვავიწყდება. ამიტომ რაღაცა უნდა დამახსოვრება ვისწავლოთ. კი, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ინახება. კართოთეკასავით არის ჩატვირთული, უბრალოდ თუ ჩაუღრმავდებით ჩვენ თავს, აი ნებისმიერი პერიოდი შეგვიძლია რომ გავაცოცხლოთ. კი. და ანუ ეს ემოციური შეგრძნებებით დატვირთული გამოფენა, რომელიც მართლაც ჩემზე მოქმედებს ისე ალბათ როგორც თქვენი სურვებდით, იმიტომ რომ მე რა დავდივარ და ვუყურებ თქვენს ნამუშევრებს, მართლაც იწვევს რაღაც მრავალ ემოციების მრავალფეროვნებას. იმიტომ რომ რაღაცა ყველგან ის სხვადასხვა რაღაცები რო ხდება, ეს უკვე თითქოს მართლა რომ შედიხარ და გამოდიხარ სხვადასხვა სივრცეში, ზუსტად რაც არის დასახელება ამ სივრცეების იმ ყველაფერს გრძნობ რაღაც. ძალიან მიხარია თუ კი ეს მოხერხდა. ანუ ჩემთვის ესეა და როცა დამთვალიერებელიც რაღაც იგივეს განიცდის, ეს ალბათ ძალიან სასიამოვნოა. აუცილებლად უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ საკუთარი თვალით და ემოციებით იგრძნონ თქვენს მიერ შექმნილი ეს ინსტალაციები და გამოფენა და ვნახოთ იმედია, რომ რასაც ჩვენ ვესაუბრებით, ისინი კიდევ უფრო მეტად და მრავალფეროვნად აღმოაჩენენ იმ ემოციებს, რომელსაც რაღაცნაირად საბაზისო უკვე ეს არის და დანარჩენი უკვე მათზე არის თუ რას იპოვიან და რას დაინახავენ. სანამ განავრცობენ კიდევაც. აუცილებლად ასე მოხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იძლევა ამის საშუალებას. სანამ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს უთხრეთ, ზოგადად რა შრომასთან არის დაკავშირებული მსგავსი გამოფენების მოწყობა. რამდენი ხანი ემზადებოდით, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჩვენ რაღაც სიამოვნებს ვათვალიერებთ, აღვიქვავთ, მაგრამ ვერ იმას ნამდვილად ვერ გვგრძნობთ, იმიტომ რომ ვინც არ ვართ ხელოვანი, არ ვხატავთ და არ ვქმნით, ვერ გვგრძნობთ იმ შრომას, რომელიც ამ ყველაფერში არის ჩადებული. ეგ უკვე ძალიან დაფარულია, ასე ვთქვათ, რაღაცა ეს ჩვენი პირადია და ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ უკიდურესად დიდი შრომა და ენერგია მიაქვს. ნუ ანუ ემოციურადაც, მაგრამ ეს არის როგორ გითხრათ, აი აუცილებელი რამ არის მხატვრისთვის. აი თითქოს შენ ხარ მსახური, ანუ ემსახურები ყველაფერს ამას. იხარჯები ემოციურად, ფიზიკურად, ყველა მხრივ. მაგრამ ნუ ეს თან მინდა ვთქვა, რომ მართლაც დიდი შრომა არის ჩადებული, რომ ექსპოზიცია დიდია და რაღაც გარკვეული თანადგომის გარეშე ამას მე ვერ შევძლებდი და ძალიან დიდი მხარდაჭერაც ვიგრძენი ბევრი ადამიანის მხრიდან და კიდევ ერთხელ მადლობას მოუხდი ამ ადამიანებს. მათი თანადგომის გარეშე მართლა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ნუ მუშაობა იწყება აი იდეიდან, რომელიც არ გასვენებს. რაღაცა აი შიგნით გაწუხებს და ამას ეძლევა გარკვეული ფორმა.
და ალბათ დრო, ალბათ სადღაც 2 წელიწადზე მეტი დაჭირდა ამ ნამუშევრების შექმნას და ძირითადი მათგანი ზუსტად ამ ექსპოზიციისთვის, ამ სივრცისთვის გაკეთდა. და ექსპერიმენტიც იყო დიდწილად ამ გამოფენაში ჩადებული, თუნდაც იმით, რომ ეს მე არ შემოვიფარგლებოდი მხოლოდ უშუალოდ გრაფიკული ნახატით არასდროს და რაღაც გამოცდილებები ადრეც მქონდა ამ ტიპის, მაგრამ აქ უფრო მეტი მასშტაბი მიეცა და უფრო მეტად გამბედავია ამითი, რომ ბევრი ნამუშევარი, სხვა მასშტაბს იძენს და რაღაც ნახატიდან აბსოლუტურად გრაფიკული ნახატი იყო საწყისი, ასე ვთქვათ, იმპულსი ამ სივრცული ობიექტების, რაც აქ მრავლად. და რომელიც ესე განვითარდა. ძალიან დიდი მადლობა მითხა გადაგიხადოთ, რომ დაგვითმეთ დრო. ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად ბედნიერად.